გამოშვება სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ამის შესახებ შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს. რა გეგმები აქვს მთავრობას და კონკრეტულად რის შეცვლა მოუწევთ სტომატოლოგიურ კლინიკებს. ჯანდაცვის სამინისტროდან პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტი ანა ცხოვრებოვა ჩაგვერთვება, რომელიც შეხვედრას პირადად ესწრებოდა. ანა, ველოდებით შენგან დეტალებს. C-ჰეპატიტის პრევენციის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ შუალედური მონიტორინგის შედეგები წარადგინა. როგორც ირკვევა, გასული 1 კვირის განმავლობაში უწყებამ 300-მდე სტომატოლოგიური კლინიკა შეამოწმა, თუმცა შემოწმება შეეხო ძირითადად ინფექციურ ნაწილს და არა სალიცენზიო პირობებს, მაგალითად ისეთ პირობებს, როგორიცაა ის თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართი უნდა იყოს გამოყოფილი კონკრეტულად ერთ სტომატოლოგიურ კაბინეტზე. შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ თვალსაზრისით ვალდებულებებით სტომატოლოგიურ კლინიკებს გასული წლის 1 მაისიდან განუსაზღვრა. მაშინ განისაზღვრა, რომ ერთ სტომატოლოგიურ სავარძელზე გამოყოფილი უნდა ყოფილიყო 14 კვადრატული მეტრი, ხოლო ყოველ დამატებით 7. თავის დროზე ამ ვალდებულებებმა სტომატოლოგიური კლინიკების უკმაყოფილება გამოიწვია, იმის გამო, რომ მათთვის დამატებით ხარჯებს იწვევდა. თუმცა როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაირკვა, სტომატოლოგიურმა კლინიკებმა და ჯანდაცვის სამინისტრომ მიაღწიეს შეთანხმება ყველა სადავო საკითხზე. კერძოდ, ერთ სტომატოლოგიურ სავარძელზე განისაზღვრა 12 კვადრატული მეტრი ფართი. ამ და სხვა ლიცენზიო პირობების შემოწმებას სამინისტრო აპირებს, რომ 2 თვის ვადაში დაიწყოს, მანამდე კი უკვე შემოწმებულ სტომატოლოგიურ კლინიკებს მოუწევთ ინფექციურ ნაწილში აღმოჩენილი დარღვევების გამოსწორება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის კომენტარი. დაახლოებით 300-მდე სტომატოლოგიური კლინიკა შემოწმდა ამ დღეების განმავლობაში, ძირითადად თბილისში შეეხო ჯერჯერობით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი გრძელდება და რა თქმა უნდა რაიონებსაც შეეხება. ჩვენ გვაქვს ესეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ 2 თვის განმავლობაში ყველა სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც არსებობს ქვეყანაში, რომელიც არის დარეგისტრირებული, რომელსაც აქვს გამოგზავნილი შეტყობინება იმის შესახებ, რომ ის ფუნქციონირებს და რომელიც არ არის დარეგისტრირებული, რომელსაც არ აქვს შეტყობინება გამოგზავნილი იმის შესახებ, რომ ის ფუნქციონირებს, ჩვენ ყველა უნდა შევამოწმოთ. ჩვენ ამ დღეებმა გვანახა, რომ ძალიან ბევრი სტომატოლოგიური კლინიკა თბილისში, ეს არის დაახლოებით 29 ამ 300-დან, რომელიც ფუნქციონირებს ყოველგვარი შეტყობინების გარეშე. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ეწევიან სამედიცინო საქმიანობას, რომელსაც არ უნდა ეწეოდნენ. რა თქმა უნდა, მათ მიმართ იქნება გარკვეული ღონისძიებები გატარებული, იქ უკვე არ არის 2 თვიან ვადაზე საუბარი, იქ არის 1 კვირიან ვადაზე საუბარი, 1 კვირის განმავლობაში მათ უნდა გამოაგზავნონ შეტყობინება, თუ რა საქმიანობას ეწევიან. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ღონისძიებები იქნება გატარებული, უფრო მკაცრი, ვიდრე თქვა გაფრთხილება. რაც შეეხება ტატუირებისა და სილამაზის სალონებს, მინისტრი ბრძანებას ამ ტიპის დაწესებულებების შემოწმების დაწყების შესახებ ხელს ხვალ მოაწერს და მათი მონიტორინგი 1 კვირის ვადაში დაიწყება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, ანუ პირველად ეტაპზე შემოწმების არ არის გათვალისწინებული არანაირი საჯარიმო სანქცია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კი კლინიკები და სილამაზის სალონები არ გაითვალისწინებენ სამინისტროს გაფრთხილებას ინფექციურ ნაწილში აღმოჩენილ დარღვევებთან მიმართებაში, 2 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ კონკრეტულ ჯარიმებზეც შეიძლება საუბარი დაიწყოს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია რა იქნება საჯარიმო თანხა. ძალიან დიდი მადლობა, თემაში უკვე ხვალინდელ ბიზნესს გონდა.